ბრეკეტები გაქვს და კბილების გახეხვის დროს წვალობ? მე მესმის შენი. მე ვარ ქეთი სტომატოლოგი და ეხლა გაგიმარტივებ ცხოვრებას. სულ 3 რამ გჭირდება. ხელის ჯაგრისი, მონობოჭკოვანი ჯაგრისი და ირიგატორი. იმ შემთხვევაში თუ ირიგატორი არ გვაქვს, მაშინ ჩვენს პროდუქტებს ემატება კბილთაშორისი ჯაგრულები. წვრილი და მსხვილი უშუალოდ ბრეკეტებისთვის. თუ გვაქვს ირიგატორი, პირველ რიგში აუცილებლად უნდა დაიწყოთ ირიგატორით კბილთაშორისი სივრცეების გასუფთავება და შემდგომ გადადიხართ უკვე კბილების და ბრეკეტების გახეხვაზე. ვიღებთ ჯაგრის და ვიწყებთ ბრეკეტების ზედაპირების გასუფთავებას, აი ასეთი პრინციპით. შემდგომ უნდა გავასუფთავოთ წინა ზედაპირები და მერე უკვე ქვედა ზედაპირი. გადავდივართ მონობოჭკოვან ჯაგრისზე. თითოეულ კბილს ვასუფთავებთ გულდასმით. ანუ ბრეკეტის ზედა ნაწილში კბილი რაც ჩანს, აი ასეთი მოძრაობა უნდა გავაკეთოთ თითოეულ კბილზე. ეხლა განვიხილოთ ცოტა უფრო რთული ვარიანტი, როცა არა გვაქვს ირიგატორი. ამ შემთხვევაში გვემატება კბილთაშორისი ჯაგრულები. ირიგატორის ქონის შემთხვევაში ხო ვიწყებდით ირიგატორით. ამ შემთხვევაში ვიწყებთ კბილთაშორისი ჯაგრულებით. მსხვილი ზომა დაგჭირდებათ თვითონ ბრეკეტების გასასუფთავებლად, აი ესე უნდა შეძვრეთ და ბრეკეტების ზედაპირები აი ამ მეთოდით გასუფთავდება. სხვათა შორის ჯაგრულები იდეალური ვარიანტია ყვების შემდგომ ჩარჩენილი საკვების გამოსაგდებად, ასე ვთქვათ. მეტი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციისთვის გამოიწერეთ ჩვენი Facebook, TikTok და Instagram გვერდები და გამოგყვევი YouTube-ზე.